ვატიკანში 28 ნოემბერს ივერიის ღვთისმშობლის ხატის სტელა დაიდგა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საჯარაო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ვატიკანში საქართველოს ელჩი ქეთევან ბაგრატიონი. ცერემონიას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს საპატრიარქოს საჯარაო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის სამსახურის ხელმძღვანელი, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. ვატიკანის ტერიტორიაზე საქართველოს მხრიდან სტელის დადგმის ისტორია რამდენიმე წლის ურთიერთობებს მოიცავს. აღნიშნულის თაობაზე მის უწმინდესობასთან, რომის პაპ ფრანცისკესთან ჯერ ჩვენს ელჩს ქალბატონ ქეთევან ბაგრატიონს, შემდეგ კი საქართველოს პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდათ საუბარი. თავდაპირველად არჩევანი წმინდა ნინოს გამოსახულებაზე შეჩერდა. შემდეგ კი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მოზაიკური სტელის დადგმა გადაწყდა, რადგან გამოყოფილ ტერიტორიაზე მხოლოდ ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ძეგლის, სტელის ან მოზაიკის დადგმა არის განსაზღვრული. საქართველოს მხრიდან შეირჩა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ზუსტი ასლის გამოსახულება, რომლის თანხებიც მთლიანად საქართველოს მთავრობამ გამოყო და თავის მხრივ ხელი შეუწყო ამა წლის 28 ნოემბერს ვატიკანში მის განთავსებას. გთავაზობთ ამ მოვლენასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მიერ რომის პაპ ფრანცისკესთვის გაგზავნილ წერილს. აღნიშნული მიმართვა დაამსწრე საზოგადოებას ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა გააცნო. მაქვს პატივი გადმოგცეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა-თბილისის მთავარ ეპისკოპოსის ბიჭვინთისა და ცხომავ-ხაზეთის მიტროპოლიტის მოლოცვა და მისასალმებელი სიტყვა მისი უწმინდესობისადმი პაპ ფრანცისკესადმი. თქვენო უწმინდესობავ, ძმური სიყვარულით მოგესალმებით თქვენ და აქ შეკრებილ საზოგადოებას და სიხარულით აღვნიშნავ, რომ დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტურია იმ მეგობრული და ჭეშმარიტად ძმური ურთიერთობისა, რომელიც საქართველოს ეკლესიასა და რომის საყდარს შორის უძველესი დროიდან ჩამოყალიბდა. თანამედროვე ეპოქაში კი კავშირი ჩვენს სახელმწიფოებსა და ეკლესიებს შორის პაპ იოანე პავლე მეორის მიერ განახლდა, ხოლო თქვენ პერიოდში ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო გაღრმავდა. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ თქვენი ვიზიტის მნიშვნელობა 2016 წელს საქართველოში და მიმდინარე წელს სიქსტეს კაპელაში თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის გუნდის გამოსვლა. ამ ორივე ფაქტმა მსოფლიო რეზონანსი შეიძინა. ახლა კი საქართველოს მთავრობის სახელით თქვენდამი მოძღვნილი საჩუქარი ათონის წმინდა მთის ივირონის მონასტრის და საქართველოს მფარველის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის მოზაიკური სტელა ვატიკანის ტერიტორიაზე იდგმება. ეს ახალი ფურცელი ისტორიული დღე და თარიღია ჩვენი ქვეყნებისა და ეკლესიების ურთიერთობაში. მადლობა ყველას და მადლობა ჩვენს ელჩს ქალბატონ ქეთევან ბაგრატიონს გაწეული შრომისათვის. აღვნიშნავთ იმასაც, რომ მოზაიკის სტელის შექმნაზე იმუშავეს საქართველოს ეკლესიის სამმა წარმომადგენელმა, რომელთა შორის არის ბატონი ამირან ბაკურაძეც. წლების წინ მოზაიკის სპეციალობას იგი თქვენთან ვატიკანში დაეუფლა და სამშობლოში დაბრუნდა. საქართველოში კი უკვე არაერთი ტაძარი განაშვენა. თქვენო უწმინდესობავ, სასულიერო დასის წარმომადგენელნო, დანო და ძმანო, რომში და საერთოდ იტალიაში მცხოვრებნო, ჩვენო თანამემამულენო, ჯერა დღეს ხარობენ ძმები, წმინდა პეტრე მოციქული და წმინდა ანდრია პირველწოდებული, ჩვენს ეკლესიათა საფუძველ დამდებნი. შევთხოვთ მათ და ყოვლად წმინდა ღვთისმშობელს
დაიცვან ჩვენი ქვეყნები, ჩვენი ეკლესიები და ხალხები და მშვიდობით აკურთხონ ისინი და მათი მეოხებით და ღვთისწყალობით მშვიდობამ დაისადგუროს ახლო აღმოსავლეთშიც, უკრაინასა და მთელ მსოფლიოში. ვიცით, რომ მრავალი ადამიანი ლოცულობს და იღწვის ამისთვის, საყოველთაო და ცნობილი თქვენი ზრუნვაც სამშვიდობო პროცესების ხელშეწყობისათვის. ვიმედოვნებთ, ეს ღვაწლი, ეს მცდელობები თავის შედეგს გამოიღებს, ჩვენი მიმართვა კი წმინდა დავით წინასწარმეტყველის სიტყვებით მინდა დავასრულო. შენ ხარ ჩემი ლამპარი, უფალო, უფალი განმინათლებს ბნელს, ინებოს ყოვლად წმიდა სამებამ, რომ თავისი ტახტი დაიდგას ჩვენს გულებში და ყველას განგვინათლოს ბნელი ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი.